მაგარ რთულ იმაზე ვარ რა. საფეხურზე ხო? გავედი. ყოფილი რთული ესე. რა კაი ხელი ქონია ბიჭო შენ თუ რა კაი ფეხი ქონია რა. ახე გავედი ბოლო იმაზე გავედი. სულ ბოლო? ბოლო სულ მქონდა და გავაკეთე და ძგაფან და გაიხსნაცა და გამოჩნდა. დახურე თამაში ანუ ბაზერბითერი ესა დახურე რა სულ ემატება 11196 ლეველს. ისა თამაშია თუ საიდუმლოა? საიდუმლოა. აი ესეთი რაღაცა. საბავშვო. ძალიან რთულია. მოკლედ ნახე. აი შეხედე. აი გრანდმასტერი ხარ ხო? ჯო როგორ არის იცი? მართლა არა ვარ სუსტი. ეხლა მე 11196-ზე ხო არ 11100-ზე რომ ავალ ლეველები მთავრდება. გადავდივარ ელიტ ლიგაში და ველოდები როდის დაამატებენ 50 ლეველს და მე გადმომიყვანენ ისე. ნახე, ჩემ ჯგუფში აქ როგორ არის, ჯგუფებია. ეხა როგორ ხანდა მეჩვენებენ პირველ ადგილზე. სოფლიოში? არა, ჩემ ჯგუფში. სადაც 50 კაცი ვართ. ესე ქართველები თუ სოფლიოდან? არ ვიცი. არ ვიცი ხე ეს არ იკრიბებით ხოლმე ჯგუფი? არ გამომიკითხავს, ა? ჯგუფი არ იკრიბებით ხოლმე? არა. არ ვიკრიბებით, მაგრამ კარგი აზრია და შევთავაზებ. დაადებინო 50-50 ვარ. სადღაც რესტორანში. 50-50 ლარს ნელად გაიგებენ, იმიტომ რომ მე მგონი მაინც უცხოელები არიან. მაშინ კრიპტო. კრიპტო კარგი აზრია. ლოლიტას აბაკალიფს. ილოცა ვახო. მე ლოლიტა. აბა დაათო. არა, აბა. ამიტომ ინსტაგრამს ამბაი. კეძინა? ამე დასკროლი საინტერესო. შემოგივარდი თუ გაცრავად. რაც იხე. გახსოვს სანამ ჩაწერა დაიწყება რომ გქონდა? ხო, სად აღვადგინეთ. გამოჩნდა სპონსორი და. ო, ხო. სანამ დაიწყება სპონსორი ცალკე ყავს. რა კარგია. დი, ისა გაზპრომი. რა? და ჰიტლერი უკენდ. ვომზაი ნუ ხარ სიგნალში გამოდექით. არის ხო კამერა ჩართული? კი. მაშინ მზადვარ? კი. შენ გეოდებით ყველანი. Sorry. ავტორად ჩარო. ჩემ გარეშე დაიწყე. მაშინ მელავიზო. მაგრამ მანდარინი არის და მე ხო კაკაბას მოუხს ხოლმე. გუშინდელია. იცოდა რომ დააგვიანებდა და მაგით მოიტანა ბევრი. გირჩენია ამის შემდეგი მანდარინის შეჭმისგან თავი შეიგავდა. დაგიჯერა? არა, ვაკონტროლებო და გაჩერდა, მაგრამ მე ცოტა ხანში კიდე შეჭერდა. ან ბევრი მანდარინი არ ვარგა? რაღაცაზე ზემოთ არაფერი არ ვარგა. მანდარინი კი ყდავების წყალი რო იყოს, შეიძლება ის აქ ჰიპერჰიდრაცია თუ რაღაცა და აქედან გამოგჟულის.
სადარი კაკა? ანუ რამდენიმე თვე არის არ გადამიღია ეს და დღეს ამოვიღე და შენ დაიწყე შემოსვლა ესე კორიდორში. რაშვი გოგიჩი. მოვედი მომენატრე. რატო დავგიანეთ გიკითხეთ? რატო დაიგვია? მე არ თამიგვიანია დროზე მოვედი. სალომეს გამოკითხეთ ეგა. მე ლექცია მაქვს ამ დღეს და ვეუბნები რომ ამ დღეს 2 საათი მინდა და დანიშნა საათნახევარში და არ ვიცი. დაგონა რომ მალე მოვჭი. სალომემ დაგაგვიანა. არა, გამიჩალიჩა. ხო. ძირა მე. არ გჯერა ხო ამის უბრალოდ. ამის რაშვება შენი პოდკასტი. თვითონ ცალკე ცხოვრობს რა. ძალიან ხშირად არის ხომ კომენტარები რომ მეხუთე კაცად დაამატეთო ესო. აი პრობლემა აქვს. გოგიჩო. ამათ აი ესე მოძვარჯიშობს ჯერ და არ გამოსდის რა და. ახლა თუ ამოკაჭა მე პრაქტიკა მაგია პრაქტიკა. დორეშე ძალიან იჭი. ხო დაიწყო. თეორიულად ძალიან კარგად. CV კაიგა. CV კაიგა. LinkedIn-ზე პრაქტიკაში. რა მაგარია რო ვარჯიშობს მოდის და ბიჭო არა ნიუსები არ გამოდის. ან ზამენაზე რო იყო რა. ზამენაზე ვინ შევცვალო მე ვერც ვერ ვაკარებ. აი შეიძლება შუა გადაცემაში რომ დაიღალა ვიღაც ჯანელა. ლაბაძე ასეთი. ხო ლაბაძე დაიღალა. ალეცბი. აწევენ ლაბაძე თვალისლით გოგიჩა და შემოვიდა. Substitution. არა არ გაწყობს. 4-ვე არის შეუცვლელი. აჰა. მე და ვახვიე ცალკე სასტავი. ისოს. ოი ეს კარგით ველაბაძე. სატრაკე? ხო. ანუ ჩემს ყავს აქ ტრაკის გათბობის ოფცია, როგორც ძვირფას მანქანას. და ჩემი არის ფილიპ წინასწარ. შენ ხარ ციუტა. ხო თბილი მხდება გარემო ტემპერატურა. გაგიცივე. მაშინ ის ზაფხულის ოფცია. გაგრილება ვენტილაცია. ბიჭო შენთან მინდოდა დაალაპარაკება, მაგარი გამოგონება მქონდა. არ გავაყარე. დარში არ წახვიდე. უკვე სულად იცი. არ გახორცია. შერო პული ჩადო. არა. არ დავაპატენტე და სხვებმა დაიწყეს. კაბაბის რეკლამა რო გააკეთოს. და უკვე всё. კაბაბის სახე რო გაყო. მე ამაზე მეტად პირს თუ ვერ აღებ არ მინდა. მე კაბაბს ყოველთვის აღჭავ. მე ჩაკვიჩავდა. არა, შეიძლება ვიდეოც გადავიღოთ ბილბორდებზე გამოგაყო. ერთი ის არის სურათად მინდა, ერთი კარტია ძალიან მომჩვარული ხარ. მეორე ენერგიით სავს. კაბაბამდე და კაბაბში. ნახევარი კაბაბი კიშირას. მომჩვარული. ჩვარი, თვითონ სიტყვისაგან მჩვა. აკეთებ მაგას შეგილია. თუ მომჩვარული არ შეგიძლია მოჩაცლახები რო იყო ეგეც მაწყობს. კონცეფციაში ეს. კი, რეკლამის კონცეფციაში ეგეც ხდება. ეგეც ხდება თუ მოჩათალხებული იქნებოდი. საერთოდ ის არ გადავიხდია. რა გაკეთე? ჯარიმა მომივიდა. ჯარიმა მომივიდა. რამდენი? ჩავარდა ჩვენი ის. მე გადასკეთე. მამჩარი. მომჩვარული აი. აი. გადაიღე. ხიარული გადაიღე. ხიარული არ გადაიხდის მე. კაბაბს მე თვითონ მივახატავ.
მართლა კაბაბის სახე, რამხელა პატივია. აი იმათ უნდადი რომ ვერ დაარეგისტრირა. როგორ რა გააკეთე? მინდა იცი. ასე მოგონება არის არა მჭამელი თვალების ადამიანი. კაბაბისრე უნდა ასხივე. უკვე სიცრუეა. უნდა ასხივე შიმშილს. რა გამოგონება ქონდა რა კაცმარიცის მაგ. სერიოზული გამოგონება. გითხარი თუ დაიწყეს უკვე გითხარი. გითხრა, არა, ეგ მოვიგეს მეორია. კუილის გამწოვი. მანქანის კუილის გამწოვი სახე გინდა რომ იყო. სამარრო დაურეგისტრირე. მე მნიშნავ გამწოვა. გაიცი. რა უცნაურია სასა. შენზე რაღაც იდეა მქონდა. კუილის გამწოვა. რები აქ შენზე ნაფიქრი წარმოიქნა. იმებს ვერ გეუბნები რაღაცა. არა, სახია. დასავლეთში ნასწავლი კაცი ხარ და ამიტომ კუილის გამწოვა. არა. ესა მოწმები რომ ამისთვის ისწავლო რომ კუილის გამწოვა. კუილის დამაცა მალაპარაკეთ ადამიანზე თქვენ ბიზნესის ბიზნესის გაგნებაში არა ხარ. აგერ კაც მალაპარაკეთ თუ ქვეყანაში ვინმე ბიზნესმენი ამის კურსებია გავუდი. იცი რა მაინდა ეგ მინდა გასწრო. ბიჭო დამას Hyundai და Toyota. რაღაც მანქანაში გაიჩითა ოპცია, ჩართავ და გაიცავს. აბა დროს უნიაბარდა. რა ნებე თავი კაცი. რა გინე ჩავარდა ეგ ამის ხაზე იფიქრე. რა შენ დიდე. ბოყინზე აღიქრია. ვაფშე ასზე არა. და დანერგეს სხვებმა რა. არა და რამდენი წელია? რამდენი წელია? 25. 25 წელი არა, მაგრამ რაც სკამის გათბობა შემოვიდა და გავიდი, მას შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს ოპცია რომ დაამატონ. თარგლები, მაგრამ ეგ რასაც ვაგვირდები ხა სახშიც. დივანზე. ბიჭო, სახში ძნელია გაყვანილობის გაკეთება. აბა, გარაჟიც ძნელია. მანქანაში არ არის ძნელი. ნაფიქრია. იქაც ნაფიქრია. იცი საიდან უნდა გავიდეს ის მილი. როდის მოგივიდა ეგ? ერთხელ მანქანი ბრაცა. არა, რაცა მანქანაში მარტო არ იყო. ესე იწყება შერს. თავი მოეჭრა. არა, როცა ერთხელ მანქანაში მარტო ეგონა დავიდა. თავი მოეჭრა. ამ დროს თავი მოეჭრა. ოღონდ აიუიდა, არა ინტერეს. ერთხელ გადაცემაში გქონდა ესეთ რაღაცა, რომ კუილით მანქანამ შეიძლება იმუშაოს და ვიდგე რატომაც არა. თუ იმას გამოიწოდა შეუერთდა რაღაც ანიშნა შენი ჯერა. აი გრეპო ანუ არაფერი არ გამოვა. ეს ის არის. ზადნი რო ნავაროტი გონია, გახსოვთ წინა გადაცემიდან. ამას ყოდი ზადნი რო ნავაროტი გონია მანქანას. არასწორად გიყვებიან ეს. თავიდან მანქანა რომ მეგონა ზადნი არ ქონდა. ან პირველი მანქანა რომელსაც ზადნი ქონდა, იმისთვის ზადნი იყო ნავაროტი. სანამ სტანდარტულ ეს რომელი წელია? ეს არის 19 საუკუნის შუა წლები. მე არ მახსოვს. მაგრამ ეს ავიდან ჩემს სახურავიც არ ქონდა. ხო და პირველი მანქანა რომელიც სახურავიანი იქ ეწერა რომ იყიდება მანქანა გადახურული. ხეს ნალები რო არქეს ნავაროტი იყო. აბარაი. პირველი ნალებიანი ცხელი იყო ნავაროტი. მაგრამ დღეს როცა ვიძახით რომ მოდი ცხენის ნავაროტებზე ველაპარაკოთ, ნალი რო თქვა ხო არასწორი ხა. არა. ხო და მაგას დავიწყეთ. გამარჯობა, ტრადიციულად YouTube-ზე კაცები და ვიწყებთ პირდაპირ განცხადებით. განცხადებას მე კი გავაკეთებდი ახლა, მაგრამ მაინც დათო შემოწყვეტილებს და იჯობია რომ დათომ გავაკეთო. კარგი. 21 ნოემბერს 20 საათზე მოვილაპარაკეთ, ხო? უნდა იწყება განცხადება. არ გინდათ კარგი გამოცხადება? სხვასაც 20 საათზე მოვილაპარაკეთ. ბატონო, თუ 19. ორ ვარიანტს ჩავწერ. 21 ნოემბერს 20 საათზე ზგაპ 21 ნოემბერს 20 საათსა და 30 წუთზე 21 ნოემბერს
21 საათზე 19 ყველას 19 ძგაბ ამას რატო ვაკეთე ეს გონია რომ მონტაჟებს აი ეს ამონტაჟებს ვანიშნებ ახოს თვითონ ვერ მიხდება ეხლა რამე ჩუტკას რო ეთქვეს ზგაბ რომელიმე გააკეთე ახოს ეცოდინება მაგრამ რა არის მონტაჟი მოჭრა როგორ ხდება იცი ზგაბს რო ეთქვე ჯგუფიც უნდა თქო რა საიდან სადამდე ის არა რაც ამოსაჭრელი გასდება ეგ ჩამიყარე მე საათს გავაკეთებ 21 ნოემბერს 19 საათსა და 00 წუთზე თქვენთვის ყველასთვის ცნობილ დარბაზში გაიმართება კაცების ახალი პერფორმანსი რომელ დარბაზში ეგრე როგორ მოაგნებია ყველასთვის ცნობილი დარბაზი არის ისა პროფკავშირებიც ივანონი არის კიდე კინოპირსა აი ახლა როგორ მოვიდა და კარგი ძალიან მეინტერესებს 21 ნოემბერს მაგარად 20 აი ეს 21 ნოემბერს ვახო საათს იქიდან ამოჭრე შესაბამის საათს იქიდან ამოჭრე დავიღუპე რა ვახტანგ რო დაუწეროთ და დაიჭიროს ის გაუკეთე რა ეს ზგაბ არა კარიყო ამოსაჭრელი ეხა ამრიე რა მე მივამატებდე და დაიბნევა ბიტნა სერიოზული სახალხო სერიოზული ხო სიცილით უნდა დაიჭრო ზგაბ რო იქნება მე უკვე პიტა 21 ნოემბერს შესაბამის საათზე თქვენთვის ცნობილ ვახტანგ სარალიძის თქვენთვის საყვარელაღაც ცნობილ უკვე მე არ მიშლის თქვენ თუ არ გიშლით მე თავიდან დავიწყებ რა მეძახი არ გინდა მოდი მორბენარის ტრიქონი გავუკეთე 21 ნოემბერს ზემოთ აღნიშნულ საათზე ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში რომელიც მდებარეობს რა ქუჩაა ბელიაშვილის 68 ნომერში გაიმართება კაცების ახალი პერფორმანსი უბრალოდ კაცების და ფოტოსინთეზის ინტეგრირებული პერფორმანსი კაცები ფოტოსინთეზი პერფორმანსი რატო არის არა აბა ლაივი არ არის და კონცერტი არ არის და რა არის კოლაბი შოუ ეხა ძალიან დეშოვია და პერფორმანსი დეშოვი შოუ არის დეშოვი კარგი 21 კოლაბი თქვი ბოლოს კოლაბი მოგიხდება 21 ნოემბერს 19 საათსა და 30 წუთზე ხასუსამ ეს გამოტოვებული მქონდა 19 და 30 და თუ ზემოთ დაგჭირდა აქედან გადასვა თქვენთვის საყვარელ და ცნობილ გავითვალისწინებთ ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის 68-ში გაიმართება კაცების და ფოტოსინთეზის კოლაბი კაცები ფოტოსინთეზი თვითონ სახელის გეუბნებათ რომ ეს არის კაცების და ფოტოსინთეზის კოლაბი სადაც კაცების მოყვარულებს და კომაგებს ვინც კარგად იცით და ბევრჯერ გაქვთ ნანახი ჩვენი კაცები შეგიძლიათ ამცოდნით მეტი არაფერი არ არის საჭირო შეეჯიბროთ სხვებს და გაიმარჯოთ ბილეთებიც უნდა იყიდონ ბილეთებიც უნდა იყიდონ მარტო ეგ ცოდნა დამაც ჯერ უნდა დააინტერესო და მერე ბილეთებზე უთხრა ვაფშე აზრი არ ახლა აუ ეხა თუ თავიდან დაიწყო დაგვენ 21 მოკლედ გაიმართება კაცების და ფოტოსინთეზის კოლაბი სადაც შეგეძლებათ სადაც გამარჯვებულები მოდი ახლა ესე ვიტყვი მოხვდებიან ფოტოსინთეზში და ეს საიუბილეო გადაცემა და ეს პერფორმანსი მიეძღვნება კაცების 8 წლის თავს Facebook-ზე გამოჩენის თქვა სოციალურ ქსელში გამოჩენის 8 წლის თავს და გამარჯვებულები მოხვდებიან
ფოტოსინთეზში შეგვეჯიბრებიან ჩვენ და მიიღებენ პრიზებს. პრიზები იქაც იქნება. კი, გარდა ამისა იქაც იქნება პრიზები და თუ ცოდლით და გამჭრეხობით ვერა შეგიძლიათ ყისმათით, ანუ დოლურაში ჩაგდებული თქვენი ბარათითაც მიიღოთ პრიზები. კაი პრიზებია? საკაი ძალიან კარგი პრიზები. ჯერ არ ვიცით რა არის, მაგრამ უკვე ვიცით რომ საკაიფო იქნება. ხო, მოკლედ იდეაში ეს იდეა გაჩნდა ნიუ-იორკში. ეხა უშნოთ გეტყვით ეს. ეს იდეა გაჩნდა ნიუ-იორკში, ჩვენ ლაივზე მოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ მის სახელი არ მახსოვს და ყველა ჩვენი ხუმრობის, ყველა ჩვენი სტუმრის და რაღაც დეტალები იცოდა რომ გადაცემაში ვინ იყო იქ, მე თქვა ეს ხუმრობა ვინ დაიწყო, ვინ დამთავრდა და მე თქვა რომ ესეთ ჩემპიონატი რო ჩაატაროთო და იქო მეო ყველა ვარიანტში მოვიგებ. ეხა ის ადამიანი იქ ცხოვრობს და აქ ვერ მოვა, მაგრამ თუ ნიუ-იორკში ჩავატარებთ, აუცილებლად მოგელოდები და მადლობა ამ იდეისთვის ამ ადამიანს. რა იცი, იქნებ ჩამოფრინდეს. თუ ჩამოფრინდება, მოვა მაშინ 21-ში და მოისმეს ეხლა. მაგარ იქნება რომ ჩამოფრინდეს და ბილეთი ვერ იშო. რო ჩამოფრინდეს და წააგოს. ხო, აქ ხო იმიტომ რომ აქაც მაგრები არიან, ეგრეც არ არის ახლა. ხო და რაღაცა იდეაში კითხვები იქნება ჩაშიფრული სტუმარი, ჩაშიფრული ხუმრობა, შეიძლება ადგილი, ან რაღაცა ეს ხუმრობა ვინ თქვა, რაღაცა ესეთი კითხვები, რომელიც ჩვენი ფანები არიან ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ფან ჯგუფში ესეთი ამბავია ხოლმე, რომ მე არ მახსოვს და იმათ ახსოვთ. აი ესეთი საღამო გველოდება 21-ში. გელოდებით როდიდან ელოდები? ბილეთებს როდიდან იყიდიდან? ბილეთები დაიდება ხუთშაბათს, აი ეს გადაცემა რო გავა და ყველა რო გაიგებს რომ ბილეთები უნდა დაიდოს დღეს 10 საათს. მადლობთ. და ბილეთების ლინკს ალბათ 10 საათზე დავდებთ Facebook-ს. კაცების გვერდზე. ზოგადად Facebook-ზე თუ ჩვენ გვერდზე? ზოგადად Facebook-ზე. შეთანხმებული. კაი, გააქვთ რამე სათქმელი კიდე? კითხავდით, მაგრამ იმდენი ხანია ვიწყებთ, ნიუსებამდე ვერ მე. არა, კითხეთ თუ გინდა რამე ვცელი პასუხი თუ გინდა კითხეთ. პირველი ნიუსი არის პარტიამ გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამ ფოტოთი აქვეყნებს ერთ-ერთი მედია ამ ნიუსს. ბიჭო, რაღაცა მაქვს ადგილი, არა მაქვს. შემეცოდა გახარი. ქვეყანაში ხო ვერ ჩამოდის, ახლა იდენტობას არ თმის. არა, შეიძლება ერთ-ერთი დეპუტატის ფოტოთა აღიქვება რა, ვინ შედიან, რამდენი ადგილია. ბიჭო, ეს მართლა ესე შტერლოდ გააკეთეს თუ რაღაცა მე მგონია რომ 10-და რა ნიუსი. არა, ნიუსი და პირველ რიგში ხო გადის მარტივი ლოგიკები. ხო. და იმის ფოტო და პრომო და პარტია იქვემოთ უნდა იყოს გახარი. 10-და ის ქვემოთ და ეს რაღაცნაირად გრაფიკულად ზემოთ აიწია და ესე გამოვიდა. ანუ ვიღაცა და ეხა ამის შემდეგში გახარია და უყურეთ მარტივ ლოგიკას. ეს არის მოკლედ არეულია ეხა ეს ტექსტი ადავს რაღაცა ნიუსის ჩემი პრომო დევს პირველი არხის ვებგვერდზე იმიტომ რომ ჩემი ძველი გადაცემები ისევ გადის და ტრიალებს და იმის პრომოა ტრიალებს ბრუნავს აი ეს გალანაზა გადაცემა მუსიკალური გაფორმება დავით რაღაცა გავამხიარულე ის ფერი შენია მართლა თუ ეს გახარიას იმაზე გადაგადის გახარიას არა ეს ლოგიკის უკან ის არის რაც იხსნება კუბიკები რომ საერთოდ არ უყურებდი შენ ჩემ გადაცემას და კანის ფერს უგულისხმობ მიცვალებულის ისადებს რაღაცები რომ არა გაგრიმული ვარ გრიმიორები კარგად გრიმავდნენ არ მეტყობა ნაოჭა თუ ისე გიხდება ეს დეპუტატის ზმანზე კი ვარ კი პოლიტიკური სათაური ხო და გრიმინის ისეთი გაქვს რომ აი შეხვედრის გადაწყვეტილება პლასტმასის გრიმინი ხო ყალბი ხო დაპირებებს რომ გეცინება შენივე დაპირებებს ხო როგორ გრიმინი აქვს ეს სოფთა ხელებით პოლიტიკაში და თვითონაც რო არ და ხელებს რო არ აჩენს თვითონ ო საპარათ არის მისულ აი ესეთი ამბავი მაქვს თუ გაინტერესებს რამე თუ დაგჭირდება შენი პირველი ნაბიჯები დიდ პოლიტიკაში რამე თუ დაგჭირდებათ არ მოდით მოგისმენთ ვერ გეტყვი რომ რაღაცას გავაკეთებ მაგრამ შენ ის შეარევი ხარ ხალხს და ეს ისეთი ხო ეს მე ძალიან იშვიათად ვერევი მე სპეციფიური გარეგნობა მაქვს და ზომა თვითონ არის რომ ყველას გავს კაცო პაშინიანს იმას არ გახსოვს ბერეზოვსკი
ბერეზოვსკი. კოსტუმი თუ მაცვია ბერეზოვსკი და გასტუმი თუ მიკეთია პაშინი. მე ავერია იმაში. არ ვიცი რა ეჩემა რო გავარო და არ ვიცი. შენ არ გინახიო კოსტუმში. მე ავერია ვიღაცა მეკონა იტყოდა შენ არ გინახია ბერეზოვსკი. მანქანა გაჩნდა უკაცრავ თქვენ ოპელის ცენტრში მუშაობთ ხო? აი ამაში ავერია ვიღაცას მე. კარგია. რამე ოპელის წარწერიანი აი სული გეცვა? არანაირი ვიღაცა სიმპათიური ბიჭი მუშაობდა ოპელის ცენტრში და მიმამსგავსა. გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე. ნიკოლ პაშინიანი თბილისში იმყოფებოდა და საკუთარ გვერდზე ალბათ სოციალურ ქსელში ასეთი ვიდეო ატვირთა. ხო, აი ვიდეო. მოსკოვ ვარ მე არ მინდა. აქ დომაზე არა. ხო, აგერ. არა, გაუპარსავს, ეხლა აღარ გავხარ. აი, ეს ეხლა უკვე დაემსგავსენ. ეს ანუ რას ნიშნავდა საქართველოს მიყვარს თუ ვინც მიყურებთ მიყვარხართ თუ მიყვარხართ ან თბილისი მიყვარს ან ყველანი მიყვარხართ სად არის საიდან ან გამომწერებავლაბარში რა მამიდასთან რა მაიმუნია სუსანა მამიდა არ არისავლაბარში არ არისავლაბარი ბიჭო ნახე ეგერ არის სამება და იუსტიციის სახე ხო შემდეგი ახალი ამბავი არის ერთი კვირის წინ ლურში იყო საუკუნის ძარცვა იყო ნაპოლეონის დარბაზიდან წაიღეს უამრავი ძვირფასი ნივთი გამოძიების მასალებში დადგინდა რომ ძარცველები რითიც ავიდნენ კიბით საინაღაც რა Boken Maxinet Work როგორ არის მაშინენ ვერქე რაღაც ეგეთია ხო და გერმანული კომპანია არა JGT-ია და მოკლედ აი ამ კომპანიის კიბით ასულან და ეს ფოტო რომელიც მასალებში იყო ამ კომპანიამ სარეკლამო იმად გამოიყენა რომ 400 კილოგრამი თვირთის ატანა შეუძლია და აი ნახე რა მაგარი ჩვენი კიბე გაძარცველური ამ ძარცვასთან ერთად ცხოველში ადრე იყო ხოლმე რომ რაღაც ის ძარცვა ხო აღშფოთებული იყო ყველა და ეხა მაგრა აიგდო ყველა არ ვიცი რატო ანუ ეთყობა ის არის რა აი ნაპოლეონის ოთახიდან წაიღეს რაღაც ისინი პირადი ნივთი რაღაც ამ ბევრი გვირგვინი და ეგ ისე კულტურას რაღაცები წაიღეს 90 მილიონის და მე აგორდა ძალიან მაგრა რომ დებდნენ eBay-ზე ამ ფოტოებს ვიღაცეები და რამდენს გადაიხარდა და დებდა ყველა ვისაც არ ეზარებოდა და იყო ერთი ამბავი პოლიცია დასდებდა ალბათ ყველას რომ გაეგოთ მართლა იდო თუ ორი დაიჭირეს და ხო რაღაცა DNM-ით აღმოაჩინესო ვინ იყვნენო თუ რაღაცა ეგეთი ნიუს დავიკითხე ორივე სადღაც აპირებდა გაფრენას რამე არა გაქვს ეგეთ რომ მივყიდოთ სანამ ახლა ეს სიტუაცია ვინმეს ნაპოლეონის რამე რო გავდეს ნაპოლეონის რაღაც კუდი კარკაში არა მონდშტუკი არა ყველასთვის საყვარელი რამე სახაზავი მაქვს ნაპოლეონის სახაზავი მაქვს ესეთი და ტრანსპორტერიც არა ესეთი კი ორივე დავდოთ ის ტრანსპორტერი მოაჭერა ნაპოლეონის სახაზავების კომპლექტი შესაძლებელია დაშლა ცალ-ცალკე გაღიდვის მოგწერეთ პირად. ბიჭო, ანუ კინოებში რო არის ხოლმე რაღაცა რო ეგეთი ძარცვა იყო. ხო, ეგეთი ძარცვა ჩაატარეს. მე ძალიან მიგვირს რა ან როგორში ლურში ხო ნამყოფი ხარ. 2 საათი ვიდექი რიგში, დებილი ვარ. ესე მანქანი თუ შეიძლება ჩას. რაღაცების სამოღება. მე თუ მეტეს. ესენი არის ეს ტყვია კომენტარში შეა. ხო, ყოველ შემთხვევაში აქამდე მეგონა რომ ტყვია კომენტარი იყო. ესე ჩუშები და ცალ-ცალ კედევსთან ესე ვერ აკრიფავდა. აი რაღაცა კარგად მოახერხეს. იცი რა, გასანიავებელი იყო. ანჯერა დატოვეს ღია, ხო? შეხე. აქ შემოწვლელი არავინ. აი ესე გადმოწერა. ხო. იქიდან ვინჩებო. აი მართლა ძალიან უსაულია როგორ შევიდნენ ხა. მაგაზე მეტი დაცვა თუ არა აქვს რომ კიბის მიყუდება მარტო პრობლემა. 400 კილოგრამი და აქამდე არავინ არ აღმოჩნდა რომ კიბე მიეყუდებინა. კიბე ქონდა გარდა ამ ბიოკერის თუ რაღაც ფირმის სულად ყოფილა მაგათი საქმე. რამდენი იყვნენ? არიციან 4 თუ 6. ლუცი იყვნენ რა. ეთი არ არის ეს იციან რომ ლუცი რაოდენობის ძარცველი შეიჭა. ძარცვისთვის არ არის კარი კეთი. ხო, არა, დეტექტივი რო გამოვიდა და აი რა პირველად ინფორმაცია რა ლუცი იყო. ეს ძარცველები რო შევიდნენ ხელთათმანების საყიდლად, რომ და წვილი გინდოდა. ო, კაია, კენტი არ არის კაი ძარცვაზე.
და სხვა შორის აი ბანდები ხო არის, კენტ წევრიანი ბანდები ყველა ამოიყარა. ძღოლს რო ეძებდნენ. ძღოლს მიუსჭიან, ანუ დაუმტკიცებენ რომ დამნაშავეა. რის მძღოლს? სკუტერებით წავიდნენ ეგეც. არა, აი იმის ის სავარაუდოდ მოიპარეს და მაგით ოიძახი. მოიპარეს მიაყენეს და მერე რა, ძღოლი რომელიც იმაში ის და თუ არ შევიდა დაიჭერენ ძღოლი. გოლიანა კი არ მოიპარეს ვიცი. ნახე, იმ 6-დან ერთ-ერთი ყვამაზე ის და თუ შიგნი არ შევიდა და უბრალოდ კიდევ არა შევედიო თქვა. დანაირა. თქვათ არ შევიდა უბრალოდ კლიენტი მოვიდა და უთხრა რომ ამ შენობაზე კიბე მიმიყო და რემონტი მაქვს და ავეჯის ჩამოღება შენგენ. თუ დარწმუნდა რომ ბოთორაა ეგეთი. შენგენაც ცვალე და მიაყუდა ავიდნენ ესენი ჩამოვიდა ეს რაღაცე მადლობა ნაპოლეონის რაღაცე. ნაპოლეონის ოჯახის წევრები. ნაპოლეონის ოჯახის წევრები და გადაუხადეს ამას 50 ევრო ამან დაქოქა მანქანა და წავიდა დააყენა ეს. ჩამოსვა ჯერ ესე ჩამოსვა. ხო დატოვა სახლებში დატოვა. ჩემო ბატონო. დაიჭერენ თუ არა? კი. კეთილსინდისიერი მძღოლია იმისი ვერ დაამტკიცებს რა კეთილსინდისიერია. ან არ არის კეთილსინდისიერი, ან დებილია. ხო და თუ დაამტკიცა რომ არ არის კეთილსინდისიერი და დებილია, დაიჭერე. ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ დებილია. აი ამის შემდეგ თუ წავიდა სახში დაიცინა მეუღლეს უყარე, უთხრა რომ დღეს კარგი კლიენტები მყავდა 50 ევრო მომწეს. ნაპოლეონის ნივთები გამოიტანეს. არაფერში ლურთან მივაყენე ჩემი მანქანა აუშო ჩამოვიდნენ და წავიდნენ. იმას მოატყუებდნენ რომ შეყვარებულია ჩემი ისა გიდი და ყვავილები მინდა მე მივუტანო ფანჯრიდან ან რაღაცა. 6-ვე. 6-ვე შავებში ჩასმულმა მასკია. ხო, ნიღბიანებმა. ესენი ჩემი კლასელები არის. გიტარა ეკნებოდა თუ ვერ მიფსდანო. რო ებღერა ქვემოთ. ეს იყო დღესაც ახალი ამბები. კარგი ბიჭი. სტუმრის ნაწილზე უნდა გადავიდეთ ტრადიციულად და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეები. მოცეკვავები. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? ძალიან მაგარი, მადლობა რომ მოგვიწვიეთ უკეთ. მადლობა რომ მოხვედი. ეს რომელი ხარ? გიო თოკო. თოკო. ხო თორნიკე თოკო. თორნიკე გიორგი, ან გიორგი ჩემსკენ არ თორნიკე. როადგებიან მე დაგვერხათ. არ კურტკებს უგავსვით მოგეთ. მოცეკვავეები. ესე სწორად. ხო, ყველაზე მეტად ცეკვა გვიყვარს, ბევრი პროფესია გვაქვს, ქორეოგრაფობა, მასწავლებლობა, მაგრამ იმიტომ დავიწყეთ ეს ყველაფერი, ცეკვაში გვიყვარდა პირველად ცეკვა გვიყვარს, ამიტომ შეგვიძლია რომ მოცეკვავე ვიყოთ რა. რა ცეკვავთ? ესე ბევრი რამეს ვცეკვავთ, თუმცა ერთ კატეგორიაში ნახე ჰიპ-ჰოპი და არა მარტო ჰიპ-ჰოპი, რაც მეგონი საქართველოს უკვე იციან ჰიპ-ჰოპი რაც შევს, ჩვენ პატარები რო ვიყავით, ჰიპ-ჰოპზე დავდივარ რო იყო, ანუ გონზე არ იყო და აი ამას სანამ გავაკეთებდი. მაგრამ მაგას შემოუშვი ბრეიკდანსი ერქვა. ხო, ბრეიკდანსი ერთ-ერთი ფუნდამენტალური ჰიპ-ჰოპის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ბრეიკდანსზე მეტად უფრო აი ზემოთ. ეს როგორ გააკეთებდა? თუ გუნდურად დავაკეთე, ნახე აი ტალღა რა, იმდენჯი მაგაკეთებული რომ კაია ხო? ანუ უჩიგარი ტაგა ეს არის შენი უფრო ფანოხია ეს ხო? აუ კინაღამ დავიხუბე. ხო, მოგეთ და ჰიპ-ჰოპს საკუთრებოდ მარტო ჰიპ-ჰოპს არა. კიდე ღია სტილი ჰიპ-ჰოპით ცოტა რომ განვითარდა სხვა სახე მიიღო და მაგას მე თუ გინდა ჩავშლით. 70-იანებში შეიქმნა ბრონქსში ეს ჰიპ-ჰოპი და უფრო street dance იყო, ანუ აი ქუჩაში და ასე. და მე მაგის კომერციალურ მოხდა, ანუ უფრო კომერციული სახე რომ მიიღო. მე აი ჰიპ-ჰოპის background-დან ბევრი რაღაც შეიქმნა და განვითარდა და პროგრესირდა მუსიკასთან ერთად რა. და აი მაგალითად წამოდგინე უხეშად ვთქვათ, რომ ინსტრუმენტალზე თუ ცეკვავდნენ უფრო ადრე რომ 1 2 3 4 ხო აი უფრო შევოკალზე მეტად იყოს ის ნარატივი რომ მარტო ინსტრუმენტალზე და რაღაც მიხდიან უფრო განვითარებული სახე მიიღო მაგრამ ეხლა პატივისცემა ჰიპ-ჰოპს რომელიც ცალკე დგას როგორც ისტორიული და კულტურული რაღაც ჩარჩოები რა მაინც და იქ არ გაქვს ანუ როგორც ანუ მუსიკას რო გამოგირთონ შენ მაინც აგრძელებთ რა კი შეგვიძლია თუ ტალღას თუ გასწავლეთ და თუ არ მოგვერიდება გუნდურად შევბერავთ კი მუსიკა ეგ ტალღა ჩაიძირება იქ არ ვიცი არ მგონია სხვადასხვა გიორგი ძალიან კარგად ცეკვავს ეს არის ვალნარეზი
ძალიან დაბერდი. ძალიან დაბერდი. კაცი ამბობს ჰიპ-ჰოპზე რომ ეს არის ისტორიული. ეხლა რა ქვია, თანამედროვე ცეკვის. აი ყველაზე თანამედროვე რა არის, როცა რაღაც თქვა და მაგარი ტიპი გამო. აი წამო ღია სტილს ეძახენ ოფენსთან. ნახე, ანუ ღია სტილში რომ არავის შევაწყო არ მივაყენოთ და არ ვაწყენინოთ რომ აი რაღაც ჰიპ-ჰოპის ძალიან დამცველები რო არიან. ხო, ძალიან ჭკვიანურად ღია სტილი, სადაც აი წამოდიან ჰიპ-ჰოპს ეკო მთელი ცხოვრება, მაგრამ რაღაც ჩარჩოები გინდა და ანგრიო და სხვა გახვიდა როგორც ბალეტს მოვიდა კონტემპორარის არაჩერში. ხო და იდეაში შენ ბექგრაუნდი კი კოდირებულია რომ უკვე ჰიპ-ჰოპის მუსიკოვის ხასიათებული, მაგრამ თან გინდა რომ რაღაც ახალი შეკრა და მაგ ახალს რა დაუძახოთ და ვეძახით ღია სტილს. ამიტომ ბევრი რაღაც მიქსი არის. ხო ესე. აი ღია სტილში თუ მინდა რამე ახალი შევქნა ძალიან ღია. სკვაზი ნიაკი, მე სკვაზი ნიაკი. ეს საფილოსოფიაში ახალი იწებ შალახოს. შეიძლება იმდენ ღია სტილი. და მიდიხარ მეორე წელს. ხო, ეგეც შეიძლება. ამიტომ ეგეც იცი რა მაინტერესებს, აი იმას Red Bull-ის ტურნირები რო ტარდება, ხო? Red Bull-ი აკეთებს აი ეგ მაგას რა ეგ არის ღია სტილი? კი, იდეაში. ეგეც არის უბრალოდ ჩვენ მან შეჯიბრი არის ერთმანეთს ეჯიბრები. სპარინგი არის. ბეთლ და ჩვენ უფრო აი სასცენო ქორეოგრაფია და რაღაცა დიდ შოუები რო არის იქ უფრო ხო, რაც კომერციულად დაგვრჩით რა, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ბექში რო ცეკვავ და ესე თუნდაც ბექი თუნდაც შეიძლება შენი ნომერი იყოს მარტო მუსიკოების, მაგრამ უფრო სცენაზე ადაპტირებული. ეგ თუ არის როგორც შეჯიბრებებში არის აი თუ შეჯიბრებები იქნება შეჯიბრება, აი წამოდი ქორეოგრაფიული შეჯიბრება, რომ 100 ადამიანის დიდ სცენაზე. აი რაღაც ამერიკას Got Talent-ში და იმაში. კი, ზუსტად და World of Dance და ეგეთ რაღაცები. ეგ არის უფრო freestyle. და ისპანიკი რასაც ამაფასა და ამამაზე თავისებურად და საიფერი ქვია, მოკლედ მან დაი რომ ერთი ერთზე აი ცოტა ილიათოფურია სპორტული რაღაცა. ხო, რაღაცა უფრო სპორტია ვიდრე ხო. ან ხელოვნებას რა თქმა უნდა, მაგრამ ხო უფრო სპორტული ინტერესია რომ მოდი ვაჯობებ და თან ილეთებიც ისეთია რომ რაღაცა. კი, კი. ანუ ვარჯიშთან უფრო ახლოვია არის ამ მიცვალის ბეგინას. წლები თუ არის ვარჯიში მაგის ტანგოზე დადო ერთი 10 ლარი. ტანგოზე და შაოზე დადო ერთი 10. ხო, ტოტალიზატორი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ როგორ დაიწყეთ ეს ბავშვობიდან? რამდენი წელია? მოგეთ 18 წელი რო ვსეკოთ და როგორ დავიწყეთ? თავიდან მოგეთ კარტეს დავდიოდით. მე ცოტა ხანი წყალბურთზე, მაგრამ ძალიან დაბლები ვიყავით, მაგრამ მე გავიზარდეთ გენეტიკურად, მაგრამ ძალიან დაბლები ვიყავით და წყალბურთზე ყოველ გზირავდა, კარგი აზრი არ ქონდა. და მე ჯექსონ გამოყვედით თუ გამოგიყვანეთ? აი აღარ მახსოვს. ამოიყვანეს. ტრაუმისგან არ მახსოვს როგორ მოხდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მოგეთ და მე გაიშთა ის რომ ჯექსონი ხარ რა თქმა უნდა. ხო, ხო. კაპ დეჩენს დაანუყარდა და უყურს დღემდე და მახსოვს დიმაზების ხედავთ და დეჩემი ისე უყურებდა ანუ შტაბის ქვეშ და ემოციურად რომ რაღაც პოჭი მინდოდა რომ ჩვენს ეგეთი რაღაც დაგვიმსახურება ეგეთი პირველი ანუ კულტურაში ისწავლე ხო რაღაც ეგეთი მე ხდება სახში ვამუღამებ და თუნდაც ეს სტილიც ცოტა ანუ რაღაცა მაგასთან არის და ალბათ დიდი ინსპირაცია ჯექსონი მაგრამ მე იყო რაღაც ფილმების ტეიპი არ ვიცი ნაბიჯი წინ თუ სტამდე მოგეთ რაღაცები და მე შევედით სეკვაზე და მან მოხდა ის რომ ეხლა ანუ თქვენი პროფესია ანუ მაგით ეგ არის თქვენი სამსახური? სამსახური უფრო სტუდია არის ვასწავლით და აი უცხოეთში რაც მივიღეთ გამოცდილება და ვისწავლეთ ბევრი ჩვენს ეხლა სხვებს ვასწავლით პროფესია ბევრი ყავთ ბავშვები ბავშვები ხო რამდენიმე დიდები 4 ფილიალი გვაქვს ხო თბილისის მასშტაბით და ანუ დიდებიც დადიან დიდებიც დადიან 5 წელზე მოდო მოგეთ რომ მოგიყვანოთ უაჭვა ეს ზუსტად გეოყარულები ყავს ბატონ დავით თქვენთვის და ნებისმიერ კიდევ ხელს თუ ვიღაცებზე ამისგან არაფერია აი ნებისმიერ ზოგადად თავი ტალეს გააქვს ბუფეტია აი ამით ხო არ შესვენებაზე რომ გამოვიდეს აი რაღაცას ვიზა დაღლილი ადამიანი შესვენებაზე გამოვიდეს რაღაცას ვიზავთ ანუ ბატონო თქვენთვის რაღაცას ვიზავთ ან სახლიდან წაიღე კონტეინერი ჩვენ დაგვაქვს კონტეინერი ნუ ეხავს ხა ჩემ ასაკში სახლიდან რომ კონტეინერით მიდიღარ ჰიპ-ჰოპს ველანაცის შიტე ეს აპეთავს ის რაც გაცვია იმაშიც რაღაცა მოტკეცილი სპორტულები არა ნებისმიერ ტანსაცმელში საბურთალო დიდუბე ვარკეთილი გვდანი მოკეთ ხო ეგეთ მოკეთი ქალაქ გარეთ აპირებთ არა მგონი ხო როგორი ის გქცი ანუ შეხედულება რომ ეს ვინც არიან ჩვენი დამხმარე ასისტენტები ქორეოგრაფები წლებია ჩვენთან საკონე ძალიან ვენდობით და ერთი ოჯახი ყავს იმიტომ რომ მთელი დღე სტუდიაში ცხოვრობს საქმე გამომდინარე და ვენდობით ყველანაირად და ქალაქ გარეთ ვიღაც ვერ ვეთქვი რომ აი ბათუმში გადასხურდი და ჰიპ-ჰოპი ასწავლე და კონტეინერი წაიღე ანუ ეგ ცოტა რთული თემაა ამიტომ ბათუმელი რომ მოვიდეს
ამათ საერთოდ არ გაიგო. ჩვენთან თუ არა გავლით ტრენინგი, აი ცოტა განსხვავება არის ხოლმე მაინც რა. თუმელი რომ მოვიდეს და თქვენთან გაიაროს ტრენინგი. წლები კი კიდე. არ ხო რაღაც ის არ ვარ თუ. უეჭველი არის რაღაცა იგი ქუთაისზე ვერ იყითხა. მაინც მოერი და საკუთარ ქალაქს. ქუთაისში რა გვინდა თქვენი სტუდია ის. ქუთაისში არის მგონი სადაც. ანუ ყოველ ქალაქში ძალიან ქუთაისში ჰიპ-ჰოპის ის არის. ბრონქსი და მე იყო ქუთაისი. და რა ვიცი. არა ყოველ ქალაქში ძალიან კაი სტუდიები. თელი უბანი გვაქვს ავანგარდი ქვია. სახელიც როგორი ქვია. ესეთი პერიფერიული მუსიკის წარმომადგენლები მანდ არის. ოკეი. ხო, მაგრამ პერიფერიული მუსიკა რა მაგარი ტერმინი. რაღაცა მოიგონა და გავხსნა. და ყველამ გავატარე ხო და. ამ ცეკვებს თქვენ იგონებთ რის მერე რა უნდა იყოს? ჩვენ ვიგონებთ თუ ChatGPT ChatGPT შევარს დაქტოვებს მოძებნა არ არა მომავალში ალბათ თვითონ მე ანუ digital სამყაროში ისეთ კონტენტ შექმნის ჩვენზე კარგი იქნება მაგრამ სანამ მაგდონეზე მივადა რაღაც super intelligence დაგვერტყავს მანამდე გვეცეკვება რა და ხო და ეგ როგორ ფიქრდება აი დაუშვათ გიორგი ხო დიახ ვაფასებ თუ არ შეეშალა ვაფასებ ძალიან გიორგი მოიფიქრა რაღაცა ილეთი ხო სადღაც რა აბაზანაში ან სადღაც დაუნახა ხო რაღაცა და გეუბნება რომ ნახე რა მოიფიქრა და გამახსოვდა მოწოს უკვე წარმოგიდგენა როგორ კაი და შენ გევასება და მე ერთად თანხმობ თუ ეს ჩასვათ რამეში თუ კი ზუსტად იდეაში ანუ შენ სულ მოციქავი ხარ ხა ისე კარგად აღწერა შენ პროცესი რა მე ის არ მიგზნობს ხელს აი პლასტიკატორები ეგრე ზუსტად რაღაც ვაჩვენებთ შემოეწონოს თვითონ ამატებს და ესე იწყობა 1 წუთი 2 წუთი 3 წუთი არა როგორც თავის საბაზო მოძრაობია ჰიპ-ჰოპსაც და ყველა სტილსაც ხო რაღაცა ის უნდა მე ვარიაციები მუსიკაში ნოტები უნდა იცოდე და მე ხო რა და ფუნდამენტი რო გაქვს სწორად კომპეტენცია რო გაქვს მე ვარიაციებს ქმნია მოძრაობების და შევა ისეთი ვარიაცია შექმნა რაც დღეს აი ეხა ნახე აი ხო და უნდა ჩამჭრა რაღაცა ჩაჭრა არა ეს მაინტერესებს რა თუ მოსულა გიორგი შენთან ან შენ მისულ ხარ გიორგისთან ისეთი ილეთით რომ გეცინება რა სტატებილობა მოიგონა არა ბერჯი მე მგონი იქნებოდა აი რა ილეთი მოიგონა ვაუ ანუ ესე მაგრამ კომიკური არ ამგონია პოსტა იმ მომენტში რო არ უხდება და ამით რო გააძრობს და არ გიჭირ როგორ გადაეფარა შენ თავზე აღარ შენ თავზე არა ხო მიხვდი ანუ ეხა უმცირესობაში ვარ ნომატივრათეონები რომ მე ვქნა და ხასიათი არ ვარ ორშაბათიდან თუ რაღაცა ილეთები არის რომ აი ყავლი გასდის რომ აი ეს უკვე გოიმობა არის კი კი როგორ აი მაგალითად ეს უკვე ესა ხო არ მახსოვს როდის კაი ხმის წინ იყო 1-2 წლის წინ და რაღაც გავაკეთე და სანდრომელი მამაკა აი გარშემო ან ჩვენც ხო პატარა თაობასთან შეხება და ზუსტად ეგეთი რეაქცია აქვს ხოლმე რა ხო კულტურულად რაღაც მოძრაობა იფეთქებს რა რაც სწრაფად იფეთქებს მით რომ მალე იქნება რაღაც მოდიდა და აი ეგეთი და განგნამ სტაილის ხო განგნამ სტაილის ეგ თავიდან ეგ რაღაც აჭარული ეგ ის ვაკეთებ და კაი იყო ხო არ ამგონი რომ თავიდან ვიღაც მანაჟებდა რომ აი ეს შემოდიოდა თუ და კიდე ისა რამბა და მაკარენას მოძრაობა მაკარენა იკონურია მე მომწონს დღემდე ამაზე მაკარენა ის არის რა ის გახდა მაკარენა შემთხვევით აი კლასი რა არის მაგრამ ანუ რაღაცა აქვს რა აი ხა ეგ მაკარენას ცეკვა ხო იქ რა ვიღაცა მოიგონა ქორეოგრაფმა თუ პროსტა ვიღაცა კი ქორეოგრაფმა ანუ თუნდაც ჯექსონზე ხო გავრცელებული რომ თვითონ იგონებდა ჯექსონსაც ქორეოგრაფი ყავდა ხა არა ცნობილი იმიტომ რომ იმ დროს აწყობდათ რომ ჯექსონის პიარი უფრო იდეა ქორეოგრაფი ფიქრობდა და კრედიტი მაგაც და თეორიაც არის რომ მოკი ჯექსონის არის უშუალოდ ვიღაცა მაკეთა და ანუ ჯექსონი ასე მიყვარდეს რაღაც არის პატარა ვიდეოები აი ძალიან კაცო მე მაგ საუკუნის დასაწყისი მე-20 საუკუნის დასაწყისი ვიდეოები სა ეს მე რომელი საუკუნის ვიდეოები მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ვიღაცა ტიპები ეგეთ რა მოძრაობებს კი ზუსტად ეხლა არის მაგ ტრენდის მოღამში არის ეხლა ის ყველგან მაგის ის მაგის რა რაღაცნაირი თითქოს აერკირო ხო უფრო TikTok-ზე კი ხო რაღაცა ძალიან აგორებულია და ასწავლიან როგორ უნდა იარო და ცადე და არ გამოიყენო ერთი თუნდაც ეს ჰიპ-ჰოპის ელემენტი ერთი social dance რა თუნდაც ეს dab და თუნდაც ნეი რაღაც მოძრაობები არის რაც კულტურულად იმდენად ფეთქდება რომ ჯდება მე ერთ-ერთ შეიძლება ითქვას უხეშა საბაზო ილეთით რა რაც ყველა
მართლა თელმა ჰიპ-ჰოპის ინდუსტრიამ იცის და არა მარტო ჰიპ-ჰოპის ინდუსტრიამ, ჩვენ მიმდინარეობაში მიცოდი რა. ვინმე არის ესეთი დღეს ყველაზე მაგარია ცეკვაში ვინა მესი ვინა აი ცეკვის ხრით დადგმის ხრით თუ აი არ ვიცი როგორ არის მან მოდი ვიღა ტიპია თუ ჯგუფია თუ სკოლაა თუ როგორ არის ჯგუფი ჯგუფიც არის რომ ზამაგერე ელეში არის მოკლედ ყველაზე მაგარი დონე ეგ არის მაგათი ცენტრი მექაბა აი პარიზ ჩვენი მეგობრებიც არიან პარიზდანაც კი სესხებს იღებდნენ რომ ელეში მასტერკლასები გაივლოს აი გარი ყველაზე დიდი სხვა ყოველდღე გაჩი ან საიფერას ვახსენა ეს პარინგი რო არის უფრო და ერთმანეთში ბატლის სახე როქს ეგ უფრო მაგალითად საფრანგეთში პარიზში არის გავრცელებული და მანდ არის აი ეს დედაქალაქი სადაც ყველაზე ალბათ კომპეტენტური და ყველაზე შეპყრობილები ამ საქმიანობით მანდ არის მაგრამ ლოს-ანჯელესში უფრო კომერციულ დატვირთვით რომ ანუ იმდენად ბევრი ჯობ ანუ ხო იმდენ შოუ არის იმდენი შესაძლებლობა რომ ალბათ ყველაზე მეტი ხო იცი რაც უფრო მეტი ფულია მით რო ინდუსტრია ხო რა, ამიტომ შეგვიძლია თქვა რომ კომერციულ ლონდონში ძალიან კაი იდეა და ანუ ძალიან კაი ის არის რა. ხო, ყველგან ინტეგრირებული რო არის ეს ცეკვა, აი დღეს ასე თუნდაც TikTok-ი, თუნდაც რეკლამები, თუნდაც ყველგან და მაგიტო არის დიდი ინდუსტრია და მაგიტო ბევრი მოცეკვავი ჩართული. კაი, მაშინ საქმისკენ თუ მივედით, მაყუთი როგორა? ო, მაყუთი. თუ არა სწავლი ძალიან ცუდად, მაგრამ ჩვენ არა, საქართველოში კი არ ვიძახი, აი იქ რო იჭრება მაყუთი მაგას. იჭრება. იქ უეჭველი ალბათ, ხო. არა, აი არის რომ ვიღაც ყველაზე მაგარი ჯგუფი არის მილიონები. ამ შეხანი მოცეკვავე გინახე, კაინაჭა. ფაშერს ამერიკაში არის რა ეგრე. მე მინახავს იმას. გამხდარი უნდა. აი პატარა ინსტაგრამის იმაში, ოღონდ ცოტა იმას სამეჯლისოს კი არა, აი რაღაც ტანგოს ან რაღაცას იყოს ერთი ძალიან დიდი ტიპი. კი არის, იდეაში ხო მანდ ეს საზღვრები არის ამ ოღონდ ვერ იყვიდა წონა აქ, იმიტომ რომ ისეთ მოძრაობებს ხო რა რას არის, ანუ ჭარბწონიანების მაგას ეკავენ ერთი ისაა რომ ზოგი მენეჯმენტი უბრალოდ ბლოკავს ეგეთ ადამიანს სცენაზე არ აყენებს რა იმიტომ რომ ნაკლებად გაყიდვა სცენა არ არის გათვლილი არა ეს ხო ეგ ნაკლებად გონია მაგრამ ან ზოგადად წავიცით და ნელა იცრება ტენდენცია და უკვე აი მართლობისაც უყვარს ცეკვა და შეიძლება ნაკლებად უხდება ვიღაცაზე მაგრამ ხო მეტი თავისუფლება დღეს ვიდრე შეოსწრეს რა თათო შენი დრო მაყუთი იშოვება ხო შედარებით რა მაყუთი შოვნა აი რამდენია და რო ვიცოდი არა ვერ ასიძახი აი ხო არის რომ წელში $1,000,000 მაგრამ აი ვინც არიან რა სოფლიოში ვიღაც მაგრამ პარიზ გოებელი ესეთი Royal Dance Family ანუ ჯგუფი არის ვინც დგავს აი უდიდეს შოუებს და როგორც ქორეოგრაფის სახელია ძალიან ხო ამ ზამბლო და ხა მაგას ისეთი შესაძლებლობები აქვს რომ შეიძლება წელიწადში $1,000,000 და უფრო მეზე აქვს მაგრამ აი ეს სტატისტიკის პონჩო შეხედო ბევრი მოცეკვავე აი ეს ფული მოჭრა რა თქმა უნდა ხო ვიცი როგორც სახიობები როგორც არის ეგრე არა არა ეგრე არა საშუალოდ რა უღოდ უნდა ასწავლოთ საქართველოს ეგრეობა რომ უნდა ასწავლოთ თორე თვითონ არ გვაქვს ჩვენ ისეთი ინდუსტრია და რაღაც რომ მარტო მოცეკვავით გაკაჩო რა ეს გადაღება რა რო სად არის ხო არა გვაქვს არა არა არის კორპორატიულები არის რეკლამები არის რაღაც კონცერტები სოფლების მეტროს წინაც ხო ცეკვა აი მე ჩემი სწავლობდი ლესგინკა ცეკვა ჯინსები თოპა ეს უნდა და ვიღაცა ვიდეოს ნაიღებს მოეჭვა მოდი აღმთავრებული ტურისტი გოგო აღმთავრებული ტურისტი მოდი დავდგა კირგიზი ტურისტი რო გიდა ორივე რომ მოხვიდა ჯინსებით კავკასიურ ვიძე ხო ცოტა ის მასტილია მაგრამ თუ ეს იმათმებით ჯერ ახვი რადგან ხელოვანი ხალხი ვარ თქონი აი ეს ორი სიგნალი ლესგინკა ოპენ სტაილი არა არა ლესგინკი დიწყებს და გადადის ჩარჩოს ხსნა იღებს რეაქციებს იმ ხალხისას რა ლესგინკას უელოდებოდა და ჰიპ-ჰოპზე რო გადავიდა არ თან ის არის მაგალითად კონიკოსებს რაც ძალიან მაგარი გაქვთ აი ტაიმინგი ხო იცი როდის უნდა ჩაარო პანჩლაინას და მან და არ არის ტაიმინგის არც ერთი ნასახი, იმიტომ რომ გოგო შევარდება და შეუძლია 2 საათი იცი. არავინ არ უნდა ფილმი გვაქვს ამ ვიდეო და ამ თვითონაც ვეხდება, ამიტომ ეგ ადგილი ძალიან ისა სპეციფიკური. ეგ კიდე ახასიათებს ქორწილებს. ქორწილებს მithვენს გვია. ქორწილს კიდე აქ ტაიმინგი თამადა ის. ხო, ცეკვაც იქნება სიმღერაც იქნება. ერთი წამი და გამოგდა. აი ქორწილში ამ გვარს რომ ხოლო ხო დათრება რა და ერთი დღეს რო თულია ქართულ ცეკვაზე, ანუ აი შეიძლება ვიღაც გოგოსეთ ცეკვებოდე და აი აქან 3 ტიპი გახდება ოპა თუ რაღაც და ანუ თან ერთი დღეა. ხო ჩვენ მანდ ხო სიულობთ რომ გოგოს თავი მოვაწონოთ ეხა რაღაც თვითონაც ეხა ქორწილებში. ნაკლებ აი გოგოსთან ჯერ ესეც ხო აბსურდია. ესე რომ მიდიხარ ქორწილს ხო თვალე თამადარას და
დავაი წასულებს და ჩვენ რაღაც აი დავაი მიყურე ნახე რა ვიცით რა და მე აქნეს სინქრონში სამი ტიპი ოპა თუ რა მაგათ ეგ ფენომენიც მიყვარს რა აუ ისე ეგეც ის არის გადასაღებია ქორწილია და ჰიპ-ჰოპი და ესენი გადმოხდება დედოფალს გამოიწევდა ამ თავისი რაღაც პერიოდი კი არა თემ ისტორიის მანძილზე იყო რომ მე რაც მახსოვს რა ეს ქორწილები რა ჩემოვიდა რომ ქართული უნდა იცეკონ ხო? სანამ ხიზლები არიან. ხო, თავიდანვე ამით იცნებოდა. მე შემოვიდა ძალიან მოდაში იყო სხვა ქვეყნებში და მე ჩვენთანაც გამოვიდა. რაღაც თანამედროვე ცეკვავდნენ მეჯვარეებთან და იმებთან. არ იმზადებიან თქვენთან ეგეთ რამეზე. დადგმული ცეკვები. ხო, დადგმული მთელი ცეკვები იყო. კი, ბევრი და პერფორმანსი ახლა. კი, ანუ გემოვნებიან და სახალისო გამოსვლა. ხო, ძალიან ეგეთ რამეს აკეთებ, რო ვიცოდეთ. ჩვენ ნაკლებად ხსალია ხო მაგის ჩვენი ასისტენტები ეხმარებიან ხო, მაგრამ ისე კი. ხო, ისე არ გაიგოთ რომ ეხლა ძალიან მაღლა ვართ მაგაზე. არა, იმდენი გავაკეთეთ. არა, რა მაინტერესებს რომ აი მოვიდა ესეთი ჯგუფი წესით მოდის ხოლმე მეჯვარეებთან და რაღაც ერთი 6-7 კაცი მაინც რა. ხო, რამდენი დრო ჭირდება ხოლმე საშუალო ნიჭის დაახლოებით კი ზუსტად დაახლოებით 1 საათი ეს რეტიცია რო იყოს და 6-8 ჯერ გააჩნია გენეტიკა თუ გვიწყობს ხელს რომ აბა მარჯვენა ეს არის ამქე მარჯვენა ზოგიერთი ანუ მანდელა თუ იწყებ ხო ამიტომ დაახლოებით ანუ მე მაგალითად საშუალო სტატისტიკური გამომივა არ გამომივა მაგრამ სადაც ჩუაში მგონია რა თავი მომწონს უკვე მომწონს რა დრო გამომივა რა დრო დამჭირდება რომ ერთი ცეკვა ვისწავლო კარგად აი 8 შეხედო და ვა მალოდეც 8 ვარ ინდივიდუალურია რა იყოს სამი ხელით 8 გაკვეთი მეორეთი კიდე ყო არა ვიგე მარაკა სამი ხელი მომწონს мотиваცია მომწონს ან ძალიან ჩვენიანი მოგეთ რომ კი 8 ვარში ან ისე ვაუცი რაღაც პროექტში ამა რო იცეყოსო კარგი იქნება და რუსთავი რო თეატრი გადიოდა რაღაცა პროექტი რა ერქვა არ მახსოვს მოკლედ რაღაცა პროექტი იყო და იქ იყო რომ გადასუნეცა თუ გამოდიოდა ვიღაცასთან ერთად რა და აი ეს იყო მენტორი თუ რაღაც ხო შენ მენტორს რაღაცა უნდა გაეკეთებინა და გადაწყდა რომ დათომ უნდა იცეკოს და მიიყვანეს რა და ნუ რაღაცა პერიოდი მავარჯიშა და მე დაღურემილი სახით წავიდა. წავიდა რეჟისორთან თუ პროდიუსერთან და უთხრა რომ ეს ცეკვა რო შემსმოლა. ეს კარაფე. და შენ უყურებდი რომ მიდიოდა? არა, დაბრუნდა პროდიუსერთან ერთად და მაგითი მივხვდი რომ ეს რაღაც შეიძლება. და რითი შეგვიცვალეს? იმიტომ რომ სიმღერის მასწავლებელიც ეგრე წავიდა ის და უთხრა რომ აი ის მაინც მითხარი ამდენ ხანში რა ისწავლა და მეთქა ნოზე ვარჩე საერთოდ თუ ერაფერი ოკეი არა მაინც არ ჩანეს და ფოკუსი გავაკეთე ანუ პერფორმანს სახეში რა გააკრე ფოკუსი თუ რა გააჩინი არ ვიცი რა ფოკუსი ისა რა ხელებს შეკრულ გოგონას ჩამოვაფარე რაღაცა აუწიე და ხელები ვაუ სასწაულში ანუ შენ კი არ გააკეთე შენ ფარდა გეჭი არა მე შეუკარი ხელები და მევე ნუ იქ საიდუმლოთ რა ის გავასწოროთ ნუ ხელხებული ხელები რო გეტყვა მოძრაობა რო ცეკვა რო გიყვას ადამიანს ბანჯაში გვიწევს ხომ ეგეთი რაღაცები აკეთე უფრო გვიწევდა ანუ ფინანსურის გამო იმიტომ რაღაც პერიოდი იყო რომ ანუ ცოტა ფინანსურად დეფიციტი ქონდა და რა თქმა უნდა რესტორანში გინდა ვიცეკოთ ახლა 1-2 ჯერ აი ხო ის ძალიან ის შეპყრობილობას მიემატება ის რა ცოტა ფინანსურად გვიცეკვე ეგეთ ადგილებს და ვიცით რა არის და სორთული და ბოლოზე გავუკეთებია ბოლოზე და თან ბოლოზე გავუკეთეთ უკვე სატელევიზიო შოუებს გავდით და ცოტა თავი რო გონია ხო იცი რომ ცოტა რაღაცა ქორეოგრაფები ვარ თუ და ბოლოზე უარი არ ვთქვით რა და ერთ-ერთი სკოლა იყო და თავი არ გავიგიჟეთ არა და გვინდა რომ პატარა საქმეებსაც იცე მივხედოთ როგორც ის საქმეებს რომ კაი რა პროფესიონალურად მაგრამ რატომღაც აი ხო იცი თავში აგივარდა თუ რაღაც რა და ბოლოს ვაკეთებთ სტანდარტულად დავდგი რა და ბავშვი ამთხოვეს რომ თუ შეიძლება რომ ხვალდილოს ბოლოს და მოხვიდეო რომ ეს შოუ დაესწრო და შემოძრა რა თქმა უნდა ეგრევე ბავშვი მძინავს ნახვამდის დროას და მე შემეტენა ეს საქმე რომ ან და დავჯექი მივედი დავჯექი სამწუხაროდ ძალიან ცუდად ხო მე ვიგმირეთ რა და დამრიგებლებთან შეხედვა ანუ ძალიან საყვარ ბებიები და ბებიები ხო ვიცით რომ ფილტრი აღარ აქვს აი ყველაზე სუბიექტურას ხმამაღლა ამბობენ რა და ხა მე ველოდები რომ აი ვითომ სატელევიზიო შოუს ქორეოგრაფი ვარ და ჩვენ პერფორმანს რა უნდა აჯობოს ხო და ვიცეკვეს ჩვენება ძალიან სტანდარტულად ან დიდად კარგები ხო კარგები იყო და აჟიოტაჟი არ ეს რა ვნახე არ იყო აი ჩემზე ხო თან მეც დაუნერვიულდი რომ მეთქი ანუ იმედია ჩემზე კაი პერფორმანსი არავის არ ეკრემა თქო რა
და უცებ ბოლო პერფორმანსი იწყება შუქი ჩაქრა როგორ საინტერესო და უცნაური. შუქი აღარ არის დარბაზში რა. ამ მონაცემთან მარცხნივ ვიღაცა პიანოზე უკრავს. ამ გრემი რო იხსნება, ხო? მე უკვე დავიძაბეთ ბებიებიც უკვე ამ პერფორმანსის, ანუ ამისკენ არის, ანუ ჩვენ პერფორმანსი არავის არ არის. პიანოზე ხო არის და ვიღაცა ძალიან ცხრომით ხო უკრავს და ჩაქრა ეს და მარჯვნივ ვიღაცა ვიოლინო გავაძრა რა. ბოლოს არზე ანუ და მეთქი აუ დაგვერხა მე და ჩემ დროს მეთქი ან რაღაცა ხო უნდა ისე არ უკეცები ხო? ხო მე ბოლო იყო და ვიოლინო ეს არის ხო არ გაგეთრეთ აღარ დაუძახ ხო ან მაგას და ვიოლინო ხო ან და წკამდა ესე ჩაქრა და უცბად გაიშთა სასტავია ფილმებში ვარ ხელებს განათებავ და აი ყველაზე მაგარი სინქრონი ბიონსეს მოციქულებში ვარ აქვს სინქრონი რაღაც შებერეს სიგნალი გამოდი რომ დამრიგებელიც ჯექსონი და აი ეს რომ რა ხდება ხო ხარ და მან ვისწავლეთ სკოლა რომ და რა თქმა უნდა მე განხილვა და შენსო ჩაერთო რა თქმა უნდა ეს პერფორმანსი ყოველს მაგარი იყო და ეს ვაფშე მინდა და გამოვიპარე და მან მივხვდით რომ პატარა ივენთებსაც და რაღაც უფრო დიდი ანუ შოუმით უნდა აღარსებობს დიდი და პატარა ივენთი აღარსებობს დიდი და პატარა დამტკბი ასე ფილმი როგორ გადააკეთა ეს რა ქვია სტანისლავსკი თუ მინიკო ჩვენ საჩუქარი გვაქვს თქვენთვის ვაუ ები საჩუქრები ორი რო ხარ საჩუქრები რა და ერთნაირი ნუ ახლა ყუბებს რო სხვადასხვანაირი საჩუქრები მადლობა ამ დათო გეტყვით ახლა ყველაფერს ამას ჩვენი სპონსორია ნიკო რახოლის პროდუქტები და აქ არის ნაი პროდუქტები ოკეი ძალიან იმდაობა მეგობრებო დათო გვითხარი რა არის არის სოსისები, ძეხვები, აი ეს მას მიყვარს. ნაირობები, კომაგი, ჩემი საყვარელი კრაკოვული. რძიანი გინდა, შეიკა გინდა, ჩალაღაჯი გინდა. ან ყველანაირი. და ნეწყვი მომადგაც. და კომაგი ეს არის სპეციალურად კომაგებისთვის. ესეთი პაკეტია, ქუდია, მაისურია, კომაგების სტიკერები და ძალიან მადლობა მეგობრებო, ძალიან. გინდა უქომაგო, ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გაჩუქებს ადამიანი. რაღაცმა. მადლობა ძალიან მეგობრებო და მოწვევს მადლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ბევრ ფილიალებს სხვა ქალაქებში და ქვეყნის გარეთაც. არ ვიცი ეს მე ხა ვიფიქრე შეიძლება არ ძალიან გაიდია. LA-ში ერთი LA. აი ხა დავამოვამე. მაგარი ეხლა ვასხოვებ რა. აი ნახე რაღაც 20 წუთი ზოგი აი რო აი 3 წლის მერე აი რომელი ხარ მე ვასხოვებ ბიჭო უკვე იმას ცეპი უკეთია გიორგის რა უნდა. არა ეგ მე მგონი არის ცეპის გარდა. აბა ცეპის ჰა? კი. იმას ულვაშები აქვს უფრო დიდი. ოპა წვერი ქვევითაა, ამას ოკეი. ეგ დილით ეკითხება ხოლმე შენ როგორ აკეთებ ეს ბიჭო მაგარი სასაცილო რა იქნებოდა იცი ეხა რომ ესენ რომ მოვიდნენ რომ მოელაპარაკებია და სიამბლეში ეს რო გიორგია ჩვენ დებილები იცი მაგრების ვება ეს არ გაგიკეთებია ჩაუბარები გასწრაფ ჩემაგრე ბუღალტერიაში ვიჭრებოდი და ჩემი ძოში მე დავიცოდი გაართმა რომ რაღაცნაირად წავედი ჩემ შესულს ვაჯობდა რამდენიმე აი ერთხელ უკეთებია ძალიან უსაურო რაღაცა მე მგონი თქვენს ქონეთ იდეა ტყუპობაზე ანუ რა გაგიგიათ რა ქორწილში ვარ და ერთი გოგო გავიცანი თუ რაღაც და ველაპარაკებია და მეც შავი საროჭკა ჩემთვის თეთრი რა და ამ 9 საათი ლაპარაკის მერე ჩვენ მეგობარი მოდის და გაგვიყვანა გარეთ ცივა რა და ხალხი ერთობა ჩვენ გარეთ გავარ და ეს თვალი მეუნება ეს რაღაც რომ ჩემი ოცნება იყო რომ ტყუპებს გაეცვალოთ მაისურებიო და რეაქცია მაინტერესებს გოგოსზე თუ გაიგებს რომ ანუ ეს ის არ არის ვისაც 9 საათი ლაპარაკებ და ქორწილში ყოველ ერთობა ხო დახტიან აქეთ-იქით და რაღაც და ჩვენ აქედან ვიცვით სავაჭკებს თვალს და მივიდა ჩემი ძმა ჩემაგრებთან გოგოს ხო ველაპარაკო შენი მაისური ჩაიქცა ხო და ჩემი ძმა მივიდა ვითომ მე ვარ თუ რაღაცა და მე აქედან ბალიშკებ რომ მეთქი გოგო ეხა იასნე მიხვდება 9 საათში რომ უკვე მე ვარ მიხვდები და ანუ რა თქმა უნდა ეტყვის რომ შენ ხარ გააგდებს და მე დამიძახებს თუ და იმенно ჩემი ძმა უფრო გაუსწორდა რომ ანუ ხო და მე აქედან ვიგრუზები და თან ახალდი ერთობა იქ ქართული ცეკავი მიდის იქ რაღაცა ტალღებს აკეთებ და მე აქ გავარ და გოგოს სახეს უყევ და ვიგრუზები ანუ ქორწილში რა მე საბოლოოში ან კიდე გავცვალე და მე მივედი და უკვე ცოტა შუბით რომ აი რა გამიკეთე და რაღაც 9 საათი გაცნობდი და ეგეთი ანუ უცნაური რაღაც ავაკეთე და იმის ოცნება აუსრულეთ რა ეს თემი ამიტომ კარჩ ვერ გაგვარჩიე აზრი არა აქვს ერთი
2-3 კვირა თუ არ ვიცი მე ხო არ მოსულა რამე ოცნებით თქო მინდოდა მე არა ეცოდა დელიკატური ჩარდა ეცოდა მოდი რა დამთავრდა კამერაც დინიდან გამორდა რო არ ჩაიწეროს შემოწმება ხო აი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა წარმოგიდგენთ თქვენ საქმიანობაში და ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის